არტეოგრამა კვლავ პირდაპირ ეთერშია. შეგახსენებთ, შეგიძლიათ დარეკოთ 27 53 72. სულ რაღაც ორ დღეში ბათუმს ეწევა ინოვაციური ბრიტანული კომპანია, რომელიც განახორციელებს ძალიან საინტერესო პროექტს. ეს კომპანია 2004 წელს დაარსდა და მის მიერ განახორციელებული ინოვაციური პროექტები მალევე გასცდა ბრიტანეთის ფარგლებს. ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით 3 დღის განმავლობაში ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში წარმოდგენილი იქნება არაორდინალური სპექტაკლი ოდისეა. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებ დღეს სტუდიის სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ მათ ბრიტანეთის საბჭოს ხელოვნების პროექტების მენეჯერი ქალბატონი მაია დარჩია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ირინე სურმანიძე. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ვფიქრობ, მართლაც საინტერესო სანახაობის მოწმენი გახდებიან ბათუმელები სულ რამდენიმე დღეში. ამ პროექტის შესახებ უკვე დიდი ხანია ბათუმში საუბრობენ და მე ვფიქრობ, მოლოდინს გადააჭარბებს ალბათ შთაბეჭდილებები, იმიტომ რომ რაც მე პრეს-რელიზში წავიკითხე, ეს მართლაც საინტერესო და ძალიან ისეთი არაორდინალური მოვლენა გახლავთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და ორი სიტყვით თუ შეიძლება ქალბატონო მაია ბრიტანული საბჭოს და ამ პროექტის შესახებ და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ იმ ერთობლივ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ბათუმში. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენი ეს პროექტი ხორციელდება, როგორც თქვენ უკვე თქვით, აჭარის კულტურის, სპორტის და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით და კიდევ აუცილებლად უნდა აღვნიშნო მუსიკალურ ცენტრთან ჩვენი თანამშრომლობა. დიდი მადლობა მათ მასპინძლობისთვის. სპექტაკლი, რომელიც ჩვენ ჩამოგვაქვს ბრიტანეთიდან, სრულიად სპეციალურად შეირჩა იმისათვის, რომ ადგილობრივ მაყურებელს რაღაც ისეთი ახლებური გამოცდილებების მიღებაში შევძინოთ, თუნდაც ის, რომ მაგალითად მაყურებელი დარბაზში კი არ იჯდება სცენაზე. ასე რომ ეს ფორმაც რაღაცა ახალია ქართველი მაყურებლისთვის, რამდენადაც მე ვიცი. გარდა ამისა, მართალია თვითონ ოდისევსი და ოდისეა ჰომეროსის უკვდავი პოემა ყველამ იცის ალბათ, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის პირველი სპექტაკლი და პირველი ინტერპრეტაცია, რომელსაც თეატრში ვნახულობ და განსაკუთრებით ბრიტანულ თეატრში, მაგრამ ყოველი ეს ინტერპრეტაცია იმაში გარწმუნდებს, რომ უკვდავია თვითონ ჰომეროსის ხელოვნება და თვითონ ეს პოემა იძლევა უზარმაზარ მასალას იმისათვის, რომ ახლებურად გადაამუშაონ ისინი ხელოვანებმა და მე მგონი ეს საინტერესო გამოცდილება იქნება არა მარტო მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ, საინტერესო იქნება არამედ პროფესიონალებისთვისაც, იმიტომ რომ მთელი ჩვენი თანამშრომლობა სწორედ ქართული თეატრის და კერძოდ ამ შემთხვევაში აჭარის თეატრის გაძლიერებას ემსახურება. მე ქალბატონ ირინეს მინდა ვკითხო, როგორ დაიბადა ამ ერთობლივი პროექტის იდეა და რა მიზნები აქვს ამ პროექტს? მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება ვისაუბროთ ამ ფანტასტიკურ პროექტზე. სულ რაღაც რამოდენიმე დღეში რამოდენიმე დღეა 5-ში უკვე 5, 6 და 7 დეკემბერს ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ნახოთ ეს სპექტაკლი, რაც არის სინთეზი, როგორც მაიამ აღნიშნა, ახლებური ფორმით ისტორიის მოყოლის. ეს და სინთეზი არის ანიმაცია, თეატრი, ანიმაცია, აპლიკაცია, ქაღალდზე იქმნება გმირები მაყურებელთან ერთად ცოცხალი მუსიკის თანხლებით და თოჯინებით და ეს ცოცხლდება რაღაც პროექციით ეკრანზე. ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ეს და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბილეთის ფასი არის ძალიან დაბალი, ვინაიდან ბრიტანეთის საბჭო და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აფინანსებს ამ პროექტს და მონაწილეობს მუსიკალური ცენტრი. მიეცა თეატრს იმის საშუალება, რომ ბილეთის შესთავაზოს სულ რაღაც 5 ლარად და ვფიქრობ, ჩვენი თანამოქალაქენი ამ საშუალებას შესაძლებლობას გამოიყენებენ. ეხლა თქვენ შეკითხვას რო დაუბრუნდეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ჩვენ სადღაც უკვე 1 წელია გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ბრიტანეთის საბჭოსთან და დავიწყეთ თეატრალური პარტნიორობის პროექტის განხორციელება. წლის განმავლობაში განხორციელდა არაერთი ძალიან საინტერესო სემინარი, ვორქშოპი, აი ესეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიც არის განათება, გახმოვანება,
სპეციალისტებისათვის ბრიტანელმა ექსპერტებმა წამყვანი თეატრებიდან ჩაატარეს ვორქშოპები, ინტერაქტიული, პრაქტიკული მეცადინეობები, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ჩვენი თეატრის წარმომადგენლები, ასევე მარკეტინგის და აუდიტორიის განვითარების ვორქშოპი ჩატარდა, რაც ასევე ვფიქრობთ, რომ არის ერთ-ერთი ისეთი აქილევსის ქუსლი, თუ შეიძლება ითქვას, ჩვენი თეატრების და მომავალი წლისათვის იგეგმება კვლევის ჩატარება, მეპინგს ეძახიან, რომლის დროსაც განისაზღვრება ის საჭიროებები ძირითადი და შემდეგ დაიგეგმება შესაბამისად, ამ საჭიროებების შესაბამისად მთელი წლის აქტივობები. მაგრამ მთავარი მიზანი ამ ყველაფრის, ან მოსამზადებელი სამუშაოები, ესე ვთქვათ, არის ის, რომ შეიქმნას ბრიტანულ-ქართული კოპროდუქცია, ანუ ერთობლივი სპექტაკლი. ბრიტანელი რეჟისორის და ჩვენი დასის მონაწილეობით დაიდგას ძირითადი აი ყველა აქტივობებში ჩართულია ყველა ჩვენი თეატრის სახეობები. აჭარის თეატრის, ბათუმის დრამატული თეატრის, ხულოს თეატრი მათ შორის, მუსიკალური ცენტრი, იგივე ხელოვნების ცენტრი, თოჯინების თეატრი და რაც შეეხება კოპროდუქციას, შესაძლებელია განხორციელდეს პრინციპში ნებისმიერ თეატრთან გააჩნია ჟანრს, რომელ მიმართულებაზე შევჩერდებით. თუმცა ამ პროექტის ძირითადი ბენეფიციარი, ესე ვთქვათ, მიმღები არის ბათუმის დრამატული თეატრი. და ნუ ალბათობით უფრო მეტი შანსი არის, რომ ბათუმის დრამატულმა თეატრმა აიღოს ეს შესაძლებლობა, ესე ვთქვათ, და გამოიყენოს. ესეც საინტერესოა, რომ ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერა ახლოვდება და ესენი ყველაფერი ერთმანეთთან არის რაღაცნაირად დაკავშირებული, ხო? თუმცა ეს სპექტაკლი იქნება ნაჩვენები ბათუმის ხელოვნების ცენტრში, ეგრეთ წოდებულ აი ბენზეს დასახლებაში, ჩვენი ულამაზესი მუსიკალურ ცენტრში. მუსიკალურ ცენტრში. მე ქალბატონ მაიას მინდა დაუბრუნდე, აი ეს მეთოდი აპრობირებული მეთოდია, როგორც ჩანს, უკვე ბრიტანულ თეატრალურ კულტურაში, ხო? აი რატომ მაინცა და მაინც ჰომეროსი ავირჩიეთ, თუ არსებობს კიდევ სხვა ტიპის სხვა სპექტაკლები აი ასეთი რაკურსით განხორციელებული? ჰომეროსის არჩევა გასაგებია, იმიტომ რომ მარადიული თემა არის, მაგრამ აი რა არის კიდევ აი რა იცით რა, იმდენად ჰომეროსზე არ ყოფილა პრინციპში ძალიან ფოკუსირებული. ჩვენთვის მთავარი იყო თვითონ აიცით გამოცდილება. მე ძალიან მომწონს ბრიტანელების მიდგომა და ზოგადად დასავლეთ ევროპული მიდგომა თანამშრომლობისადმი, ზოგადად სხვა კულტურასთან თანამშრომლობით. ისინი არასოდეს არ გიმტკიცებენ, რომ აი ჩვენ ვართ ძალიან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ბრიტანული თეატრი დღეს არის აღიარებული როგორც ერთ-ერთი წამყვანი თეატრი და ჰოლივუდს ამარაგებს არა მარტო მსახიობებით, არამედ სცენარისტებითაც და რეჟისორებითაც და ასე შემდეგ, ანუ პრაქტიკულად მთელი ესეთი გაჟონვა ხდება ტალანტის ჰოლივუდში ზუსტად ბრიტანეთიდან. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველთვის ამ თანამშრომლობას უყურებენ როგორც გამოცდილების გაზიარებას. ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო მეც ვსწავლობთ ასეთ შემთხვევაში, ვიდრე გავცემთ. ამ მუშაობის პროცესში. ჩემთვის ეს არის სრულიად მისაღები, იმიტომ რომ ისინი ჩამოდიან სრულიად მზად. იციან ქართული თეატრის შესახებ, იციან ქართული თეატრის მიღწევების შესახებ, მაგრამ ძალიან კარგად არიან ინფორმირებულები მისი დღევანდელი პრობლემების შესახებ. გაგიკვირდებათ კიდევაც, იმდენად კარგად იციან. მიუხედავად იმისა, რომ სულ ამტკიცებენ, რომ არა, იცით, ჩვენ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ ახსოვთ ედინბურგში ქართული თეატრის წარმატება და შესაბამისად, იცით, ეს არ არის ის, რომ აი ბრიტანელი თეატრი ჩამოვიდა და ეხლა რაღაცას გვასწავლის. არის ესეთი თეატრი. თუ ვინმე ელოდება რაღაც გრანდიოზულ, დიდ ესეთ მეგალო სპექტაკლს, იმედი უნდა გაუცრო. ეს იქნება მონო, ისეთი ძალიან კომპაქტური, ძალიან დახვეწილი და ძალიან თვალსაზრისით ექსპერიმენტული ჩვენთვის, ალბათ. ჩვენთვისაც და მათთვისაც ძალიან საინტერესო. პრაქტიკულად ეს იქნება მაყურებლისთვის და ჩემთვის ყოველთვის მთავარი არის მაყურებლისთვის იმის დანახვის შესაძლებლობა, როგორ ქმნიან მსახიობები მათ თვალწინ სპექტაკლს და ასეთი რამ, ეხლა მე ძალიან კარგად, როგორც რიგითმა მაყურებელმა, კარგად ვიცი ქართული თეატრი და ნამდვილად ვერავინ ვერ მეტყვის, რომ ეხლა ეს ჩვენ ვიკეთებია და როგორ არა. ნამდვილად ახალი. აი სწორედ ამასთან დაკავშირებით მინდა ქალბატონ ირინას ვკითხო, აი როგორ გამოიხატება ჩართულობა ბათუმის თეატრის მსახიობების მხრიდან, ბათუმელი მსახიობების მხრიდან. თვითონ რაში გამოიხატება? არა, აქტივობაში არა, ზოგადად პროექტში.
პროექტში აი ყველა დაგეგმილ სემინარში და ვორქშოპში მონაწილეობას ღებულობენ ბათუმის თეატრების გამნათებლები, გამხმოვანებლები, მენეჯერები. ეხლა ამ სპექტაკლის პარალელურად სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩატარდება ამ დასის და მსახიობების მიერ პრაქტიკული სემინარი, ესე ვთქვათ, როგორ კეთდება ეს ყველაფერი. ანუ აი ეს მეთოდი, რომელიც უშუალოდ ამ სპექტაკლში იქნება მოცემული. რაც აქ იქნება გამოყენებული, რომელსაც ჩვენი მსახიობები დაესწრებიან და ჩვენი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტები, ცალკეული ექსპერიმენტული დასები, რომელიც ჩვენს ქალაქში ყავს, ესე ვთქვათ, რამოდენიმე, აი ისინი მიიღებენ მონაწილეობას და ყველა ჩვენს აქტივობაში ისინი ღებულობენ ყოველთვის მონაწილეობას, არა მხოლოდ ესე იგი სახელმწიფო თეატრის წარმომადგენლები და რაც თავარია, იმ კოპროდუქცია, რომელიც მომავალი წლისათვის იგეგმება, რომ განხორციელდეს, ჩვენი მსახიობების მონაწილეობით განხორციელდება აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ ქალბატონ მაია. აი როცა საუბარია მუსიკის, კინოს, თეატრის, ანიმაციის და აბსოლუტურად ყველაფრის სინთეზის ერთად დამუღრის შემთხვევასთან გვექნება საქმე, ხო? აი როგორ აღიქმება ეს უშუალოდ ევროპაში? ეს არის იქაც ინოვაციური პროექტი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისთვის თუ უკვე ასეთი პროექტები ხა თავს ვერ დავდებ ევროპაზე, მაგრამ ბრიტანულ თეატრს რაც შეეხება, ეს საკმაოდ ისეთი საინტერესო და საკმაოდ ძლიერი მიმდინარეობა გახდა უკვე. ახალია, მაგრამ ძალა მოიგება. ერთი კვირის წინ ჩვენ ისევ მუსიკალურ ცენტრში, ისევ აჭარის თეატრების წარმომადგენლებისთვის ჩავატარეთ ძალიან საინტერესო ვორქშოპი იყო გამხმოვანებლებისთვის და ეს ვორქშოპი წინა კვირას ჩაატარა კომპანია Imitating the Dog, ესეთი კომპანიის სამმა წარმომადგენელმა და იქაც აი ზუსტად კინოელემენტების თეატრში გადმოტანა ზე იყო მთელი ეს მუშაობა მიმართული და ის სპექტაკლებიც რაც მაქვს ნანახი ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა კინოელემენტების შეტანას თეატრში. შეიძლება ამას რა გარკვეული მარკეტინგული დანიშნულებაც კონდეს. ჩვეულებრივად აქტუალური საკითხია ყველა. დიახ, და თანაც ყოველთვის თავარი ამოსავალი ახალი კომპანიისთვის არის ახალი აუდიტორიის მოზიდვა, ახალგაზრდა მაყურებლის მოყვანა თეატრში და კინო ყველაზე უფრო დიდი მიზიდულობის ძალის მქონე ხელოვნება ახალგაზრდა მაყურებლისთვის. შესაძლებელია რომ ამას იყენებენ, მაგრამ ის სპექტაკლები, რომლებიც მე ნანახი მაქვს ბრიტანეთში, რომელიც სხვათა შორის თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე იყო ჩამოტანილი შარშანწინა Imitating the Dog-ის მიერ, ეხლა რასაც ნახავს ქართველი მაყურებელი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, არის ძალიან გემოვნებით შესრულებული და ძალიან დახვეწილი და ძალიან ზომიერი. თან ეს არის ძალიან ისეთი საყურადღებო პროექტი, იმიტომ რომ მრავალ პლანში რეალიზების საშუალებას აძლევს სხვადასხვა ადამიანებს, ხო? ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა ჩემთვის უკაცრავად, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ის, რომ აი კულტურის სამინისტროს მოთხოვნაც კი იყო ესეთი, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ თეატრზე, უნდა მოიცვას მაქსიმალურად და ჩვენ ამას მე მგონი ვახერხებთ. ანუ არა მხოლოდ თეატრები, პრინციპში კინოხელოვნების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. რამდენხანს გაგრძელდება ეს პროექტი, როგორ ფიქრობთ? აი ამ პროექტის, ასე ვთქვათ, ჩვენ მომავალი წლისათვის ეს პროგრამის ფორმას ღებულობს ეს პროექტი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულ ცოტა შემდგომი 3 წლის განმავლობაში ჩვენ თანმიმდევრულად დაგეგმილი სხვადასხვა აქტივობებით ვუპასუხებთ ყველა იმ საჭიროებას, რომელიც გამოვლინდება, რომელიც აქვს ჩვენს თეატრს და რომელიც ასევე გამოვლინდება ამ კვლევის შედეგად. და ერთს დავსცენ თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით, რამდენად თანამედროვე და მიმდინარეა ეს ბრიტანეთისთვის. ჩვენ ედინბურგში ვიყავით ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე და ეს სპექტაკლი იქ ვნახეთ. ანუ ეს სპექტაკლი ედინბურგის ფესტივალზე, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არის თეატრის,
ერთ-ერთი ისეთი საუკეთესო ფესტივალი. იყო ძალიან აქტუალური და ძალიან დიდი აუდიტორია ჰყავდა ამ სპექტაკლს და საინტერესო გამოხმაურება ჰპოვა პრესაში და პროფესიული შეფასებები ძალიან საინტერესო მიიღო ამ სპექტაკლმა. აქ არის საუბარი თქვენს პრეს-რელიზში, რომ 100 ქვეყანას მოიცავს არეალი, რომელსაც ბრიტანეთის საბჭოს განხორციელებული პროექტები ფლობს. აი რა ტიპის ქვეყნებია ეს და როგორ ხდება შერჩევა პროექტის თემის და ქვეყნის? ну, იცით რა, ბრიტანეთის საბჭო უკვე 70 წელზე მეტია არსებობს და შეიქმნა როგორც ბრიტანული კულტურის პოპულარიზაციის ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში. და ну, იცით რა, ძალიან მრავალფეროვანია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ძლიერია და ძალიან დიდი სამუშაო აქვს ჩატარებული უკვე. ну, არაბული ქვეყნები, პოლიტიკურად და სტრატეგიულად ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნები და აი საქართველო ამ შემთხვევაში ბევრ პლანში, ხა როდესაც ვესაუბრებით, ბევრ პლანში არის საინტერესო ბრიტანეთისთვის და სასურველი პარტნიორი, თუნდაც იმიტომ, რომ ჯერთი ხო გასაგებია, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. ასე თუ ისე კარგია თუ ცუდი არ ვიცი, მაგრამ ვართ და მაგრამ გარდა ამისა ქართული ხელოვნება იძლევა იმის პოტენციალს, რომ ბრიტანეთს გაუჩნდეს სურვილი და ინტერესი, რომ ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ ბრიტანეთის საბჭო არ არის გრანტის გამცემი ორგანიზაცია, ეს არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ბრიტანული კულტურის პოპულარიზაციას, ოღონდ, რაც მე ძალიან მომწონს, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ადგილობრივი კულტურის ინტერესები, მოთხოვნები და შესაძლებლობები. აი აქვე ჩდება ერთი შეკითხვა ქალბატონ ირინასთან, შედეგების, აი რა შედეგებზე გინდათ ამ შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ, რა შედეგებზე გავა ეს ყველაფერი ბოლოს? ну, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თეატრი, მიუხედავად ქართული თეატრის აქვს ძალიან დიდი ტრადიციები და ну ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, აი იმ საჭიროებებს და პრობლემებს, რომელიც დღეს აქვს ქართულ თეატრს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაყურებელი არის გაუცხოებული და განსაკუთრებით რთულია ახალგაზრდა თაობის თეატრში მიიყვანა. ასევე საერთაშორისო აღიარებასთან დაკავშირებით არის ну გარკვეული რაღაც ასე ვთქვათ შეფერხება შეიძლება ვთქვათ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აი ამ პრობლემებს უპასუხებთ საბოლოოდ და ну კოპროდუქცია მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი თეატრი უკვე ქართული კულტურის პოპულარიზაციას რო შეუწყოთ ხელი, იქნება ნაჩვენები არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ სხვა ქვეყნებში. მე კიდევ ერთხელ დაგიბრუნდებით ერთ საინტერესო დეტალთან დაკავშირებით, მანამდე ქალბატონ მაიას მინდა ვკითხო, აი რამდენი ადამიანია სპექტაკლში დაკავებული და რა ტიპის აქტივობები ხდება სცენაზე, რომ მაყურებლისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს მერე მოსვლა. ანუ 6 ადამიანია ჩამოსული და 6-ვე სრულიად დატვირთვით მუშაობს და ისინი ამავე დროს რამოდენიმე ფუნქციას ითავსებენ. და ისეთი ძალიან ისეთი სრული პროგრამით მუშაობენ აი 75 წუთის განმავლობაში, რომელიც ეთმობა ამ სპექტაკლს. ეს კიდევ ერთი ჩემი საყვარელი თემაა. 75 წუთში ატევენ ძალიან ბევრ რამეს. იმიტომ რომ ჩართულია ძალიან ბევრი რამე. ძალიან ოსტატურად არის ჩატეული, ყველაფერი ისე კომპაქტურად და არაფერი ზედმეტი არ არის. რეჟისორი ვინ არის? იცით რა, ესეც საინტერესოა. რეჟისორი არის ტელეკომპანია. აი ეს უნდა მეკითხა, რაღაც ისეთი საუბარი მიდიოდა. ეს ბრიტანეთში არის ესეთი ტერმინია, სამწუხაროდ ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე ქართულად რა, design the theatre. რაც გულისხმობს, რომ ეს არ არის, ვთქვათ, რომელიმე მწერლის მიერ დადგმული დაწერილი პიესა, რაც ну თავისთავად დიდი მიმდინარეობაა და ძალიან ძლიერი დრამატურგია აქვს ბრიტანეთს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება ესეთი რაღაცა, ესა კომპანიის თანამშრომლ წევრების ერთმანეთთან იდეების გაზიარების შედეგად იქმნება სპექტაკლი. და რამდენ ხანში ხდება სპექტაკლის ფორმირება, საბოლოო სახის მიღწევა ასეთ პირობებში?
თუმცა ბრიტანელები ძალიან სწრაფად მუშაობენ და სადღაც იდეას ამუშავებენ შეიძლება ძალიან დიდხანს, მაგრამ როდესაც იწყება სადღაც ორ თვეში ანუ დგება პროექტი და უკვე ორ თვეში პროდუქცია მზად არის. ეს ძალიან საინტერესო და ძალიან სწრაფად მუშაობენ. საკითხია, როცა წყდება პრობლემა დასახვის შემდეგ ძალიან მალე. მე ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი ქალბატონი ირინასთან და ალბათ ყველა ჩვენთაგანთან. სპექტაკლები არის 5-ში, 6-ში, 7-ში, თან 2 სპექტაკლია. ჩვენ საუბრობდით მაყურებლის პრობლემაზე და სამწუხაროდ ეს პრობლემა დგას. აი როგორ ფიქრობთ ამ 4 სპექტაკლზე როგორ მოხდება მაყურებლის დასწრება? იქ კარგი შეკითხვა. კარგი არ არის ფიქრობთ რომ ვინაიდან მაყურებელი სცენაზე იქნება დასთან ერთად, ეს არ იქნება რაღაც ძალიან დიდი აუდიტორია. სავარაუდოდ 200-250 ადამიანი განთავსდება სცენაზე დასის ჩათვლით და ვფიქრობ და ვიმედოვნებთ რომ მაყურებელი იქ მივა ამ სპექტაკლზე და ეს არ იქნება პრობლემური. თუმცა ამისათვის ვაკეთებთ ბევრ რაღაცას და თეატრი, ხელოვნების ცენტრი მუშაობს და ეს მათი პოლიტიკაა, ესე ვთქვათ, მაყურებლის მოზიდვის. ეხლა მინდა აღვნიშნო რომ რაღაც ახალი გზები და ხერხები დანერგეს, ესე ვთქვათ და გაუმჯობესდა ვითარება წელს შარშანდელთან შედარებით და სტატისტიკურ მონაცემებსაც თუ გადავხედავთ, წელს გაცილებით მეტი მაყურებელი მივიდა ვიდრე შარშან. ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მაყურებელი მოვა ამ სპექტაკლზე და აუცილებლად უნდა მოვიდეს. ფიქრობთ რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომ ჩვენს ქალაქში წახვიდე და დაესწრო ესეც სპექტაკლს, რაც არის ახლებური და საინტერესო. კლასიფიკაცია მაყურებლების და მიზანმიმართული, აი დაუშვათ ამ სპექტაკლზე რომ დღეს დაუშვათ 5-ში იყოს ასეთი ტიპის მაყურებელი. ამაზე ხო არ იცით, ამას ესა ზოგადად მარკეტინგის სტრატეგიაში და მაყურებლის მოზიდვის ერთ-ერთი ისეთი ხერხია მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა იყოს რაღაც სეგმენტებად მოაზრებული მაყურებელი. მაგრამ ამ კონკრეტულ სპექტაკლს ეს არის მუსიკალური ცენტრის მეტწილად, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობა და ვფიქრობთ, რომ მათ აქვთ ეს აბონენტო სისტემაც კი აქვთ მუსიკალური სკოლების მოსწავლეებზე თუ ზოგადად მოსწავლეებზე. აბონემენტები მუშაობს? მე ვფიქრობ, რომ მუშაობს, დიახ, მაგრამ ბილეთები იყიდება და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბილეთის ფასი არის საოცრად დაბალი, 5 ლარი, ვინაიდან ამ სპექტაკლს აფინანსებს ბრიტანეთის საბჭო და სამინისტრო მოგვეცა ესეთი შესაძლებლობა. რეკლამა როგორ ხდება? რეკლამირება რეკლამა თქვენს აჭარის ტელევიზიით სარეკლამო რგოლის ჩვენება ხდება რამოდენიმე დღის განმავლობაში. თუმცა აი ეს სარეკლამო რგოლი მაინც ნაკლებად ამართლებს, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ, ხო? აი ხა ჩვენც დღეს ვსაუბრობთ, აი 9 საათია უკვე ამ სპექტაკლზე და ჩვენ გუშინ სხვა ტელევიზიებზეც ვიყავით თბილისში, მათ შორის ამ სპექტაკლთან დაკავშირებით ონლაინ ტელევიზია გამოვიყენეთ, გაზეთები საკმაოდ ისეთი ცნობილი და სოციალური ქსელი. ფოტოჟურნალის აქ ძალიან აფიშა ფლაიერი, ყველა გზა იყო განხორციელება მაყურებელთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს იმდენად აქტუალური პროექტია და მით უმეტეს იმდენად დატვირთულია ეს 3 დღის განმავლობაში და ერთ დღეს 2 სპექტაკლი, ალბათ მართლა უნდა დაკვირვება რა ტიპის დასწრება იქნება, რამდენად აქტიური იქნება ძალიან მნიშვნელოვანია ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს პროექტის შემდგომ შედეგის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, იმიტომ რომ ყველაფერი მაყურებელი არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში და ყველაფერი მასზე და ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მაყურებლის მოზიდვის მუსიკალურ ცენტრზეა, როგორც ჩვენ კოორდინირებულად ვიმუშავეთ და რა ვიცი, მე მგონი საოცარი გუნდური მუშაობა გამოგვივიდა კულტურის სამინისტროს, ბრიტანეთის საბჭოს და მუსიკალურ ცენტრს. ძალიან კოორდინირებულად შევიმუშავეთ მარკეტინგული გეგმაც, სამოქმედო გეგმა, როდის რას ვაკეთებდით და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სოციალურ ქსელში, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მაინც ისეთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდა აუდიტორია. სკოლებთან და უნივერსიტეტებთან თუ გქონდათ ისეთი პირდაპირი კონტაქტი, იმიტომ რომ აფიშები განზრახილია და ინფორმირებულები არის. ჩვენ ვაპირებთ, რომ ხვალ მივიდეთ ჩვენ თვითონ ხელოვნების
ინსტიტუტში, უნივერსიტეტში და შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში და იქვე ვესაუბროთ ამ სპექტაკლზე. თუმცა აფიშები, ფლაიერები და სხვა შესაბამისი საინფორმაციო მასალები უკვე ყველგან არის. მე მინდა მადლობა ვთქვათ, რომ მომცემთ ამის საშუალებას, მადლობა უთხრა ბრიტანეთის საბჭოს. აი მაყურებლის მოზიდვასთან დაკავშირებით არა მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი შრომა დაუღალავი, ესე ვთქვათ, ქალბატონმა მაიამ, ბატონმა ზაზამ და მთელმა გუნდმა. ბატონ ზაზას უსურვოთ მშვიდობით ჩამოსვლა თუმამდე. ნამდვილად ხო, ეხა რიკოტზე არის მოკეთ მთელი დღის განმავლობაში და ვერ მოდის ამინდის გაუარესების გამო. ძალიან დიდი მადლობა ესეთი კარგი თანამშრომლობისათვის და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მომავალში ძალიან კარგად წარმატებით გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ასევე მადლობას ვეუბნები ბატონ გია მიქელაძეს და მთელ გუნდს მუსიკალური ცენტრის. ძალიან ხნეთ და დაუღალავად ბატონ გია მოვიდოდა ჩვენთან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ვფიქრობ, ეს მართლაც ძალიან არაორდინალური და საინტერესო სანახაობა იქნება ბათუმელებისთვის. მე ვფიქრობ, რომ აი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, 3 დღეა, თუმცა 4 სპექტაკლია 3 დღის განმავლობაში, ყველა ბათუმელი, ვისაც კი აქვს ამის სურვილი და გაუჩნდება იმედი ამის სურვილი ჩვენი გადაცემის ნახვის შემდეგაც, მოახერხებს ამ სპექტაკლზე მისვლას და მე მინდა წარმატება უსურვო თქვენს ტანდემს, ერთობლივ თანამშრომლობას და მომავალი ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენს მაყურებელს კი მინდა შევახსენოთ, ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, რომ ბათუმს ინოვაციური სპექტაკლი ელოდება 5-ში, 6-ში და 7 დეკემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში და ყველა ბათუმელს ელოდება იქ ბრიტანული საბჭო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის მუსიკალური ცენტრი. შეგახსენებთ, ჩვენი სტუმრები იყვნენ ბრიტანული საბჭოს ხელოვნების პროექტების მენეჯერი ქალბატონი მაია დარჩია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ირინე სურმანიძე. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის.